მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვექნება საჯარო გაშლა ჩვეული რიტმით. რას ფიქრობს ამჟამად ახლა თქვენზე, როცა ამ ვიდეოს უყურებთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. იმედი მაქვს, ჩემი ხმა კარგად ისმის. და ეხლა მე დავიწყებ საჯარო გაშლას. პირადი კონსულტაციებისთვის და პირადი კითხვებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ ჩემს პირად საკონტაქტო Facebook გვერდზე ტაროს სიტყვები. ლინკი მექნება ვიდეოს აღწერაში, გადახვალთ ლინკზე და ჩვეულებრივ მომწერთ, ან შეგიძლიათ იპოვოთ იგივე სახელით და იგივე ფოტოთი, რაც ამ გვერდზე მაქვს. მოკლედ, 10 კითხვიანი სასიყვარულო გაშლის ანუ პირადი კონსულტაციის დროს საჩუქრად მიიღებთ ჩემგან PDF წიგნს, რომელშიც საუბარი მაქვს რაღაც ჩემს გამოცდილებებზე, ურთიერთობაზე, თავის მოვლის რაღაცა მედიტაციებზე და ასე შემდეგ საინტერესო რაღაცეებზე, რაც გვეხება ქალებს. ახლა დავიწყოთ გაშლა. ხელები და ფეხები არ გადამიჯვარედინოთ. ჩაიფიქრეთ პიროვნება, თუ ფოტო გაქვთ უყურეთ ფოტოს. და დავიწყებ ეხლა გაშლას. იფიქრეთ ამ ადამიანზე, ფოტო თუ გაქვთ თვალებში უყურეთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, არ ჩანს? პირველი, მეორე. ინტუიციურად ვირჩევთ. ხუჭავთ თვალებს თუ გვინდა, წარმოვიდგეთ ადამიანს და რომელი ვარიანტიც დაგვიძახებს, ესე იგი ის ვარიანტი არის ჩვენი. მე ხა დავიწყებ გაშლას, თქვენ შეგიძლიათ დაასტუმროთ ვიდეო. ვარიანტი პირველი. რას ფიქრობს თქვენზე? თითქოს ამ ადამიანს თქვენთან ურთიერთობაში სურს ნეიტრალურობა და სურს ბალანსი დაიჭიროს. რას ფიქრობს თქვენზე? ვარიანტი ნომერი პირველი. ახლა და ამჟამად. რას ფიქრობ? სხვათა შორის კარგია ჯერჯერობით მომწონს გაშლა. ადამიანს აქვს თქვენს მიმართ საკმაოდ მიზიდულობა, საკმაოდ მოსწონს თქვენთან ურთიერთობა, აზრი არ აქვს. რა ურთიერთობაში ხართ? ცოლ-ქმარი, უბრალოდ არ გაქვთ ურთიერთობა, დიდად ისეთი გაოფიციალურებული თუ რაღაცა. მე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს თქვენთან ლაპარაკი, საუბარი, ურთიერთობა მოსწონს. აქვს კარგი ემოციები. და თავს რაღაცა მშვიდად გრძნობს. ასევე აქვს სექსუალური მიზიდულობა და ცოტა რაღაცა მიჯაჭვულობაც ვიტყოდი. და საკმაოდ ისეთია, რომც კონტაქტი არ გამოდიოდეს, ეს მისი ემოცია, რომელიც არის ქვეცნობიერში და ეს ემოცია მას აქვს. შეიძლება კონტაქტი სულ არ გამოდიოდეს, მაგრამ მას აქვს რაღაცა მიზიდულობა თქვენს მიმართ. გაკვირდებათ ახლა არის დაკვირვების რეჟიმში, როგორც შეუძლია, არის დაკვირვების პოზიციიდან. ცოტა ილუზიონისტი არის, ახლა ცოტა რაღაცა ილუზიების შექმნაც უყვარს, მაგას ვერ მოვიტყუები, მაგრამ უყვარს ხა ცოტა ილუზიები უყვარს. შეიძლება ახლა ურთიერთობა დიდად როგორ გითხრათ, ეპიცენტრულად არ ვითარდება მეთქი, მაგრამ ადამიანი აშკარად დაინტერესებულია. ვიტყოდი, რომ თქვენ შევიფიქრეთ, ან ახალგაზრდა პიროვნებაა, ან უბრალოდ ურთიერთობებში არ აქვს დიდად ისეთი გამოცდილება, ან ურთიერთობაში არის თინეიჯერი ბიჭივით. და თუ კონტაქტი არ გამოდის, გამოსვლას ფიქრობს. კიდევ რას ფიქრობ ამ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე? ეს ჩაფიქრებული პიროვნება რას ფიქრობს კიდევ თქვენზე? შეყვარებულების არკანი მიზის, მგონი ამ ადამიანს უყვარხართ, გრძნობები აქვს, მართლა და შეიძლება ნაჩხურებით უყვართ ძალიან დარდობდეს და ცოტა გაბრაზებულიც იყოს, თუ ნაჩხურები ხართ. მაგრამ ამ ადამიანს თქვენს მიმართ აქვს გრძნობები, თითქოს თქვენ მისთვის ხართ მიუწვდომელი და რაღაცა ნადავლს რომ დაიჭერს და იმ ნადავლს რომ უფრთხილდება, იქ თითქოს ეგრე ხართ მისთვის. რაც არ უნდა გაბრაზებული იყოს ეს ადამიანი და რაც არ უნდა კონტაქტი არ გამოდიოდეს, მისი ემოციები არის ესეთი, რომ თქვენ რაღაცა წარუშლილი, რაღაცა ემოცია, რაღაცა კარმული პარტნიორი ხართ შეიძლება, არ ვიცი, რაღაცა მიზიდულობა აქვს ამ ადამიანს თქვენზე და თქვენთან ურთიერთობა უნდა და არ უნდა, რომ მთლიანად დაკარგოთ. თუ კონტაქტი არ გამოდის, თუ გამოვა კონტაქტზე დღეიდან ერთი თვის ვედაზე. კი, უმეტესთაგან კი გამოვა.
კი შეიძლება იყოს განდეგილი პიროვნება, ეხლა ამ მომენტში რა და იყოს გაორებული. გქონდეს რაღაცა შიშები. შეიძლება ურთიერთობა არ გაქვთ დაწყებული ოფიციალურად, შეიძლება რაღაც ფლირტი გაქვთ ან რაღაც მსგავსი და არ უნდადეს ესე პირდაპირ კონტაქტზე გამოსვლა, მაგრამ ამ ადამიანის ენერგეტიკას აუცილებლად ვიგრძნობთ, რომ თქვენთან ურთიერთობა უნდა. იმიტომ რომ რაღაც ძალიან თბილი დამოკიდებულება მოდის, თითქოს თქვენში რაღაცა მიზიდულობა აქვს, რაღაცა მისტიკურობას ხედავს თქვენთან დაკავშირებით. და მოკლედ პირველი ვარიანტი ვიტყოდი რომ ამ ადამიანს აქვს გრძნობები თქვენს მიმართ, უბრალოდ რაღაციების გამო შეიძლება უკან იხევდეს და თავს იკავებდეს, ან თუნდაც შეიძლება ყოფილი პარტნიორი იყოს ეს ადამიანი. მოკლედ, ძალიან ვრცელი გაშლები დღეს არ მექნება, ეს იყო პირველი ვარიანტი, ახლა გადავალ მეორეზე. გადავედი უკვე მეორე ვარიანტზე და ამოვიდა არკანი იმპერატრიცა. მის თვალში ხართ სინაზის, ქალურობის, შეიძლება დედაც იყოთ, განსახიერება, რაღაცა ესეთი ენერგეტიკა. მის თვალში ხართ ნაზი, რაღაც ქალური, თუ ქალები მოყოლებს რა თქმა უნდა. კარგი, კიდე გადმოვარდა არკანი. რას ფიქრობს თქვენზე? მეორე ვარიანტი. რას ფიქრობს თქვენზე? ახლა და ამჟამად ვარიანტი ნომერი 2. იცით რა არის? იმპერატრიცა და იმპერატორი დამიჯდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკამოდ ძლიერები და რაღაც ორი ვენით დამკვიდრებულები ხართ და თითქოს ორი ვენი ასე მყარად გახართ და შენ თუ მყარად გახარო, მეც მყარად გავხარ. რაღაცა ეგეთი იმპერატრიცა და იმპერატორი. ეს კაცი ხა ჩემი აზრით როგორია, იცი რა ვაგიხწეროთ? აი ცოტა ესეთი როგორ თქვა დასტოინი, უყვარს კონტროლი, უყვარს მეფობა, უყვარს როდესაც არის ეპიცენტრში, უყვარს როდესაც აქებენ, უყვარს როდესაც არის დიადური, რაღაცა მაღალფარდოვანი, უყვარს სხვათა შორის კარგი საუბარი აქვს ადამიანთან, შეიძლება ჭკვიანიც არის, საკმაოდ კარგი მოსაუბრეა, უყვარს როდესაც აქვს სადავეები ხელში, დომინანტობა უყვარს ამ ადამიანს და მოკალეთ. და როგორი არის ახლა ზუსტად ამისი ესენი არიან წყვილები იმპერატრიცა და იმპერატორი და ზუსტად ამის შესაძლებელია ეს. აი ამას როგორ ვიცნობ, ზუსტად ეგეთი არის იმპერატრიცა, ანუ თქვენ. კარგი, კიდე რას ფიქრობს მეორე ვარიანტი თქვენზე? ახლა და ამჟამად. რას ფიქრობს მეორე ვარიანტი თქვენზე ახლა და ამჟამად? ხო, აქ მანიპულატორებიც ხართ, ორი ვენითან, მარტო ის არა. ცოტა აფერისტეც არის ეს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება და უყვარს ტყუილები, ფლირტი უყვარს საკმაოდ. ცოტა-ცოტაში გადაშიგ გადაუხვევს ხოლმე თავის გზას. მოკლედ რაღაცა რაც შემიძლია ხა არკანები რომ ამომდის. აქ შეიძლება სამკუთხედი იყოს. აქ ვინც მიყურებთ, ბევრი მიყურებთ, თქვენ თავზე მოარგეთ, მაგრამ ვიღაცებთან სამკუთხედს არ გამოვრიცხავ. ვიღაცა რო ერეოდეს ამ ურთიერთობაში, ან სამკუთხედში იყოთ, ან რომელიღაცა თქვენთან მიდიოდეთ იქა და ეგ სამკუთხედებში გადიოდეთ. არ გამოვრიცხავ, აი სადაც მომიხდა. კაი, კიდე რა ხდება აბა ამ ურთიერთობაში ნახოთ. ამ ადამიანის თვალში საკმაოდ მისტიკური, საკმაოდ საინტერესო, საკმაოდ მიმზიდველი ხართ, თუმცა ამ ადამიანს მაინც აქვს რაღაც შანსები. თავი იცი როგორია ეგოცენტრულია და ცოტა ამპარტავანია რა და ცოტა რაღაცა ბევრი შანსები, ცოტა არა ბევრი შანსი თქვენთან გაშვებული აქვს ამ ადამიანს, მაგრამ მიზიდულობა, რაღაცა ის ენერგეტიკა, რაღაცა ის მიჯაჭვულობა აქვს თქვენ მიმართ, აქვს. უნდა თუ არ გამოდის კონტაქტზე, გამოსვლა უნდა კონტაქტზე. ან შეიძლება რას აკეთებს? გამოვა კონტაქტზე, მე გაკრება. შეიძლება ამასაც აკეთებს, იმიტომ რომ მანიპულატორია, მაგრამ თქვენც არ ხართ სუსტი პიროვნება, მინდა გითხრათ. და თუ კონტაქტზე არ გამოდის ეს პიროვნება, ხო? ეხლა ეს ხო საჯარო გაშლაა, მაგრამ უმეტეს თქვენთანგან გამოვა. კი, უმეტეს თქვენთანგან აი გიჟივით გამოვარდება ეს კონტაქტზე უნდა გამოსვლა. მაგრამ ცოტა ისეთი მოთამაშე უყარს რაღაცა ფლირტი, რაღაცა იქ ჰო, ეჭვია, შეიძლება ძალითაც გაიჭვიანებდეთ, არ გამოვრიცხავ. ეს არ აქვს აზრი, თქვენ ფლირტი გაქვთ, სოქმარი ხართ, გაშორებულები ხართ თუ რაღაც ადამიანს აქვს ესეთი ემოციები თქვენს მიმართ, რომ თითქოს ხან გეჯიბრება თუ პირადესობას გიმტკიცებთ რაღაც დომინანტია ხან გეფლირტავებთ, თქვენ ამ დროს ხართ რაღაცა ესეთი იდუმალებით და შენ აჩვენებთ თქვენს პოზიციას. მოკლედ ძალიან საინტერესო წყული არის და მინდა გითხრათ, რომ თუ ერთისთვის ოდაზე ხა ამ ადამიანს არ ეკონტაქტებოდეთ, კონტაქტი უმეტეს თქვენთანგანს გექნებათ. მოკლედ ეს იყო მეორე ვარიანტი, ველოდები უკავშირს თქვენგან.
მაინტერესებს. თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. გისურვებთ წარმატებებს და პირადი კითხვებისთვის და კონსულტაციებისთვის მომართეთ ჩემს საკონტაქტო Facebook გვერდზე, ლინკი იქნება აღწერაში. დროებით.